მოგესალმებით როგორ ვერბოთ ნუბი ეს არის ახი უნუბის რეაქციები უბრალოდ ნუბის რეაქციები უნუბი რეაქციონს ესე წერია აქვს მოკეთ რა ხდება ვარიაქტივ დათარსულებს ვართ მესამე სეზონი მე-4 მე-5 და მე-6 სერიას ნახავთ დღეს წინა ეპიზოდმა სასწაული ლაიქები გამოუშვა იგივე წესები გვაქვს 200 ლაიქს ეთო ეს ვიდეო ერთ დღეში შემდეგ დღესვე იდება უკვე გამოდის მე-4 მე-5 მე-6 ადგილს გვექნება იქნება მე-7 მე-8 და მე-9 სერიების ანუ მესამე სეზონი დაიხურება გადავართ მე-4 სეზონზე იმ სეზონზე რომელიც ახლა მიმდინარეობს მოკლედ და ხურავთ ნელა დათარსულებს რა გამოიწერეთ არხი 10 თვეს გამოიწერეთ არ ვიცი ასულები ვარ თუ არა თუ არ ვართ ასულები გამოიწერეთ მაგრამ მოვიდეთ 10,000 უნდა ვიდეთ ერთ თვეში თუ შევძლეთ სასწაული იქნება რა უმაგრესობა დავიწყეთ მესამე სერია ძალიან სიგიჟეურად ასრულდა არ გეტყვით ნახეთ თქვენ ჩვენ თუ შვილი ვარ და ეს ჩემი გადაცემა სიმართლე ბოლო წვეთამ მე ტრაქჩაბანაშვილი ვარ და ეს ჩემი გადაცემა სიმართლე ბოლო წვეთამ ჩემი გადაცემა ის გადაცემა კაი ხანი არ ყოფილა ელია საინფორმაციო გამოშვებისგან განსხვავებით სიმართლეს გაწვდით სიმართლეს ბოლო აჰა ისინი აფერიშტები ყოფილან და შენ ხარ ნამდვილი შენ ხარ ის ვინც სიმართლეს ამბობს წვეთამდე თარსულას მოსახლეობა ისევ შარშია. 2 დღის წინ ქალაქში მომხდარი გაურკვეველი მოვლენების შემდეგ თარსულას მოსახლეობის მე-4 ძილიდან ვეღარ გამოფხიზდა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? გლობალურმა დათბობამ, ვეგანებმა, სატანამ თუ სატანის მიმდევარმა? სატანის მიმდევარი იქნება უჭველი. მეცაც გეტყვით. დარწმუნებული ვარ თარსულას აქ როგორ წერიაო? მოსახლეობა ზუსტად 5 წელია ჯადოსნობით ჩავარდა კომი. ასევე სანდოს კაროსთან ვიცი რომ ანტონ 5 წელია ვეგანია. Jansier, ვერ დაუიჯერებ მაგას. ის ინფორმაცია არ არის, ანუ რო ვიკითხე ორი ვიდეოს წინ. სანტიმეტრებში რა ხდება. ხო, ლაიქები ხო პირდაპირ წინას არის ლაიქები, თქვენს ესეთ ჩევას მოგცემთ ლაიქი ვარ და გავიწყეთ წინას და ლაიქით და ეგ არის. საერთოდ ჩემი აზრით ნებისმიერ ადამიანმა რაღაცა ვიდეოს რო ელოდები შენი საყვარელი იუთუბერისგან და აი რო ელოდები ვიდეოს რომ დაიდო ის ვიდეო რა ის ვიდეო ყველა ვარიანტში წინასწარ უნდა დაალაიქო უკვე ჩემი აზრით და ის არის შვენიერი რაღაცა რაც ყველამ უნდა გავიაზროთ აი ეს და თუ რაღაცა ვიდეოს შემთხვევის წააწყე უყურე ბოლომდე და მოგეწონა ეგეც უნდა დაალაიქო აი ის უნდა მუშაობდეს ლაიქი აი მეორე ვარიანტი დასტური რაღა გი მას შემდეგ რაც გავიგე რომ ძალები მაქვს ყველაფერი შეიცვალა როცა მამა ანუ მაგით ეუბნებით იმ იუთუბერსო მე გავუწე შენი ვიდეო გაგზელე ჩემთან დაკავშირებული პრობლემები მოვაგვარით მაჯიკ შემოქმედის არხის ლინკი აღწერაშია კაი ეხლა კიდე ვერ გავიგე აქ ყველაფერი შეიცვალა გავუჯდეთ როცა მამა ჩემთან დაკავშირებული პრობლემები მოვაგვარით მაჯიკამ თავისთან დამიმბარა გაიოს, ბევრი ვიტყვლიე და ცუდი ამბავი მაქვს. ოპა. შენი ძალები ნამდვილად დიდებულია, მაგრამ ვერ გაკეჩავა პოპულარს. ხო ეს ვიცით უკვე. დაბადებიდან მამა შენის ენერგია. და მაგიტო ვერ შეიძლება. ენერგია ამოწურვადია, გესმის? ამოწურვადი? როდის მე ძალა აღარ მექნება? ზუსტად. მამა შენს ეს ენერგია მუდმივად აქვს, რადგან კოსმიური არსება. იმის გამო რომ დედა შენი ადამიანია, კოსმიური ენერგიის მხოლოდ პატარა ნაწილი გერბა. თუ ამას ამოწურავ, ძალები აღარ გექნება. და რა უნდა ცოტა იმყოფინე რა. ენერგიას უნდა გაუფრთხილე და შენი ძალები არ გამოიყენო. თეში რაღაცა პროცენტი გამოიყენო. თუმცა ისინი შეიძლება ძალიან დაგჭირდეს. ვინ დამაცდის ძალები შენახვას? პოლიკა ყოველდღე რაღაცას მთხოვს. თუ ვინმე ძალების გამოყენებას გთხოვს, უთხარი რომ დიდი დასვენება გჭირდება. ანუ დიდი დასვენება ორგანიზმი გადაიტვირთა თქო და თუ ძალებს გამოვიყენებ, მოვკვდები თქო ამამე და ისედა სამ ძალებთან ფრთხილად უნდა იყო. იქამდე სანამ ემოციების კონტროლს არ ისწავლი, შეიძლება სხვა რამე გინდოდეს და სხვა შედეგი მიიღო. ხო, ეგეც შეიძლება. ხალხს კი ვეუბნები რომ ძალების გამოყენება არ შემიძლია და მათ არც ვიყენებ, თუმცა სოფლის მაცხოვრებლები მაინც გამუდმებით მაკითხავენ და დახმარება სხვადასხვა სისულელეებში მთხოვენ. კანოჩე რაღაც იმპულსი არ გრძელდება მესამე სერიაშიაც მოხდა მე გაგრძელებოდა შემიოდივარ რა და თამადა უნდა ვიყო რა მე არასოდეს გავიგე მესამე შენი ძალები ჩვილო შესაძლებელი ხო არ არის რომ აი კუჩი რო პორტალი გამეჩინო და რასაც დავლევ ამ პორტალიდან რომ გავიდეს ვაფშე სხვაგან კი შეიძლება ესე კი შეიძლება და მეთხოვა შვილო აუ მანდ უნდა ეთქვა კი აი მზადარი ელემენტარულია. წავიდეთ ესო, ძალიან არ გაიგოს მე პორტალავე იმუშავა თუ არის. ანუ ითქვა რომ ლიმიტირებულია, აი ამის მერე ვეღარ იზოს. რაღაცა 20 ლიტრის მერე ვეღარ.
ეს 20 წელზე გავა მე რაღაც სიმახსოვრება იმის მერე გააკეთე მე კიდე დალია თუ არა ვიღაცა საბურავებს მიშვებს ყოველღამე და ისე რომ გავაკეთო თუ აი საბურავს როცა ეს შეეხება ეს ფუდი რა აი თვითონ რომ ჩაიფუშოს თვითონ ჩაიფუშოს ანუ კი ვაჯვავ ამ ხალხს მაგრამ მანდა შეიძლება რაღაც მოფიქრება კი აი ჩვენ თვითონ ჩაიფუშება ოღონდ შენი საბურავი მაინც ჩაიფუშება ბოთა ის ხდება რა ატო კი კაი და მე მიდი გაერკვეს იმან ის ჩაიფუშა თუ არა ავი ვარ რა ბევრი არაფერი გამოდის და უფრო მასიურად რომ შემეძლოს ხალხს დავაჯვა შენი ძალებით ისე არ გამოვა აქ უკვე აღარ ვიცი ყველაზე მეტად twins პოლიკა მიჭამს გაიოს შენი ძალებით რომ მეგრელ დეტექტორი შევქნათ არ გამოვა კი შენი ძალებით ბიჟავიკებს რომ გამრავლების უნდა წავართვათ ჰა იქნება მე მაინც გვეშველოს გაიოს პაჭოს მამამისმა ახალი PlayStation-ი უყიდა არ შეგიძლია რომ twin-ი გამოურეცხო და მე მაჩუქოს ეგ კომპი ხო რა იყო რა არის მეგრელია მაგას კომპი რა ჯანდაბად უნდა დასახმარებლად ადრე ჭახანასაც მოუმართავს გაიოს ბიჭო იმერიდება მოთხოვნა მაგრამ პატარა რო ვარ გოლების სტატუს არავინ მახატავს და შენ მაინც ვერ მეშველი ხო რა ჭახან ბოლოს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერც კი დავეხმარე რეაგირებაც კი ვერ მოვასწარი და ახლა იმის გამო რომ მოუხერხებელი და წინ დაუხედავი ვარ შეიძლება ვეღარასდროს გაიღვიძოს მისი დახმარება ჩემი ძალებით ვცადე თუმცა ვერ გამოვაღვიძე არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ვერ შევძელი გაიოს უნდა მიშველო შემთხვევით ხალხს დავაჯერე რომ უცხო პლანეტელი ღმერთი ვარ თავიდან კი კაი იყო ფულს მაძლევდა ყველა მაგრამ ახლა მოდიან და თავის დანაშაულებს მიყვებიან და რაღაც გაკეთებას თხოვენ ხო და შენი ძალები რომ გამოსაკმარისია მეყო ყველა რაღაც სულელური თხოვნებით მოდიხართ ჩემთან ყელი შეაბოვიდა კაი გაიოს დამშვიდი არა არ დამშვიდდები არ მინდა ამხელა პასუხისმგებლობა ბავშვი მინდა ვიყო ვიცდე ჩემთვის წყნარად და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უყურო ისე რომ სახში ვინმე უაზრო სურვილი სასასრულებლად არ მომადგეს როცა ძალა მართლა უნდა გამომეყენებინა რომ მეგობარი გადამერჩინა მაშინ ვერაფერი შევძელი მე ამ ძალას არ ვიმსახურებ არ მჭირდება და ახლა საკუთარ სულს შევასრულებ გაიოს ეს ძალები არ მჭირდება ამიტომაც მე მათ მოვიშორებ მე მინდი გაიოს ამ ძალას არ ვიმსახურებ ამოდი გადანაწილდა ხო აუ ჭახანე როგორ არის ხო ჭახანე როგორ არის ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ ფაშის დემონს თუ ვინც შემოგვიჩნდა ამ ქალაქში რაღაცა მოვუხერხოთ ორი დღის წინ რაღაც ჯანდაბის სიზმარში ვიყავით ყველა და ამ ჯანდაბიდან მოსახლეობის მეოთხედმა ვეღარ გამოიღვიძა და კომაშია სულ ყველა. მოკლედ რადგან ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ, აქ მომიწვიეთ ექსპერტები, მისტიკისა და ამოუცნობის მკვლევარები, რომლებიც იქნებ დაგვეხმარონ რომ მივხვდეთ ვისთან ან რასთან გვაქვს საქმე. სცენაზე ვთხოვ ბატონ შტეფცელს და ბატონ ბადოს. მოგზავნეთ შეიძლება ბატონო ბატონო შვიდობა აბა დავიწყოთ თითოეულ ადამიანზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ჩვენზე კითხვებით თუ გექნებათ გზა და გზა გიპასუხებთ ყველაფერზე აგერი ჩემთან ერთადაა ბატონი ბადო რომელიც თავარ როლს ასრულებს რუმინული ფილმი რომა რა ქვია იმას მე არ ვიცი რა ზელაპარაკო ეპისკოპოსის როლს რო თამაშობს ის რუმინეთის ეპისკოპოსი მერე ჩემი ფილმი არ არის ეგ არა შენი ფილმი არ არის მაგრამ შენ ხო თამაშობ მანდ არა მე უარი ვუთხარი რაღაცა გიშლება არა მე უარი ვუთხარი მაგრამ უნდა მითამაშო მოდი ჯობია საქმეზე გადავიდეთ კაცო მიდი ხო რა ბატონო ბატონო შეიძლება რომ ფაქტია რომ ქალაქს ეშმა გიყავს შემოსეული ხო ჩემო ბატონო კი ეგრე აი დაუკვირდეთ რა აი ინ ყველა აი W 3W ხო იცით რა W შეესაბამება 23 რიცხვი თუ ახლა ასტროლოგები რაღაც манипуляციებს მიმართავენ ჩვენც ვქნათ კაცო მოდი აი 2 გავამრავლოთ 3-ზე გამომდის რამდენი 6 და ვღებულობთ 3-6-იანს ხო ბატო კი ეს ცნობილი ამბავია რომ მაგრამ მე მინდა ვისაუბრო აი აქ ვინც ხართ შეკრებილი აიდი ბარათი თუ გაქვთ ხო რა იყო კაცო არ იციან ხალხმა ვიცი, მაგრამ თავს მეც ძალიან უცნაურად ვიზნობ. გაიოს რაკენი, შენი ენერგია ვიგზენი, ძალა გამოიყენე, ხო? რაღაცა გაგვიკეთა ამ სულელმა, არ ვიცი რა ოღონდ. მოიცა. ეს საინტერესოა. რა? მოკლედ უცნაური ამბავი მაქვს. არ ვიცი გაიოს მარაქნა, მაგრამ სამივე ჯადოქრებად ხართ ქცეული. რა ვარ ქცეული? ჯადოქრებად. მე თვითონაც ჯადოქარი ვარ და მსგავს ენერგიებს ვცნობ. ვერ ხვდები ეგ როგორ მოხდა? მე საკუთარი ძალების მოშორება მინდოდა და არა ჩვენი ჯადოქრებად ქცევა. ხო გითხარი კაცო, ძალის გამოყენება იქამდე სანამ ემოციების კონტროლს არ ისწავლის, აშიშია თქო. ამ დროს შეიძლება სხვა რამ გინდოდეს და სულ სხვა შედეგი მიიღო. ეგერთია. შვენიერი ამბავია, იცით? ახლა უფრო მეტი რამის გაკეთება. აუ, პოლიკა გაგიждდება. შეძლებ და იქნებ ჭახანას გადავარჩინო.
კომაში ჩავარდნილი ხალხის გამოგვიძება უკვე ცადე, არაფერი გამოდის. აუ ხო არ ხატაო ბიჭო ამ ჯადოქარი ვარ მაჯი ქვები რო აი ეხა იტყვის ხო რაღაც გიჟის არაფერი გამოდის. აუ ხო არ ხატაო ბიჭო ამ ჯადოქარი ვარ მაჯი ქვები რო ფულად გადავაქციო რამე ეგეთ შელოცვა არიცი თქვენ რომ ძალები გაქვთ კი კარგია, მაგრამ თქვენს გიჟ მეგობარზე ცოტა გეთახმებ ნერვიულობ. მაგ ბავშვის ძალების გარეშეც მეშინოდა და ახლა რა სიზამს კაცმა არ იცის. ყველაფერი მესმის არა ვინერი ვიცი. მოკლედ, ახლა თარსულას მაგიის სკოლაში უნდა წაგიყვანო. სვენებია ჰა თარსულას მაგიის სკოლა აქვს შენი აზრით მე სულ რა სადღაც ხოძე ყოფილი აბა, მოემზადეთ. იქ მოსახვედრად პორტალში გავლა იქნება საჭირო. ჰოგვორტს ამდენად აჯობებს აბა ყველანი ნავში ჩაჯექით. სიوار ნავში და მივდივარ თარსულას მაგიის სკოლაში ეს ტრანსილვანია გესკავს ხოდა ჩასულა ეს კაცი ამ დედამიწის ბირთვში რა და მოხვდა სატანის კრებაზე. მოხდებოდა აბა რა სიზავდა დედამიწის ბირთვში ჩარიხარ კაცი მოხდები აბა ეს ხილავდნენ თურმე ყველაფერს, როგორ დააქციონ ქვეყანა და როგორ განიხილეს, ხო? ეშმაკი. და მაგიდანე, სადაც ესენი იჯდნენ. რა იდო იცი? აიდი ბარათი. აი ვერტებიან ბადო, ვერტებიან. მე რა ვიცი, ამოჭრიან ამასაც ალბათ. აი, სანამ რამეს იზამ შედალოცვიო, აი, რომ მიდიხარ და აიდი ბარათს იღებ. ეშმაკი შემოგეცევა, აბა, რას იზამს? ჯობდა რომ ეს ანალიზატორები დაგეყენებინათ წვენში და იქ დაინახავდნენ ამ სპექტრს. ზუსტად ამაშია საქმე, რომ მიიღებთ ამ აიდი ბარათებს და მერე აქაო და გვიკვირს რომ რატო ხდება ეს სიბოროტე. აუ, კაი ბადო, კაი. უნდა ყურადღება, თორე აიდი ბარათი კი არა, შეიძლება ანტიქრისტეს ბეჭედი მიაღებინო. აუ, კაი ბადო, ცოდოები არიან. ცოტა მერე იქნება, კაცო, ჯოჯოხეთში არ ჩავარდეს. ცოდოები არიან ბადო, მე მივიღებ ჩემ თავზე თქვენს აიდი ბარათებს. აი, ზიგარი რაგინა მე ავიღებ თავზე ამ ცოდვას. ხოდა მე არ გაძლევთ უფლებას. აუ, ბადო, კაი რა, ამოჭრიან გეუბნები. მე მოვითხოვ, რომ მთავრობამ შემოიღოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. და მე პირობას გაძლევთ, რომ როცა შემოიღებთ ამ დოკუმენტებს, შემდეგ უკვე მაგ დოკუმენტებზე დაგწყებთ ბრძოლას. რატო ეს რა ოთახია დირექტორის ოთახია, წოდიწურსა აქ იქნება. და დირექტორი ვინა პაპუას თანამედროვე. კარგად არ ვიცნობ, ჩემ დროს ხო იყო დირექტორი. გავლენები და თემები ყველაფერი მაქვს ვაფშე არა დირექტორი რა ორივე სრულწლოვანია ძმა არაფერი გითხოვს. ძალიან კარგი ცდილები ამა დარჩათ. მითხარით რა ხდება ბიჭები ჯადოქრის ენერგეტიკას ატარებენ. იმედი მქონდა რომ თქვენ სკოლაში მისცემთ სწავლის უფლებას. ძალიან კაი ჩვენ სკოლას არაერთი გამოჩენილი ჯადოქარი ყავს გაზრდილიც და აღზრდილიც ვინიც ის იქნება თქვენს მატერიალს შეუერთდეთ ყავს გაზრდილიც და აღზრდილიც ვინიც რამე ნაცნობი სახე არ არის არა ხო აშკარად აი ეს გავს თითქოს მელოტების კომპანიის ფარტსოკი რაოდნენ იქ იყვნენ ის იქნება თქვენს მატერიალს შეუერთდეთ ან არ შეუერთდეთ რა ვიცი ჩვენ და როგორ მოხდა რომ აქამდე არ გამოჩენილ ხართ მაინც ამართლა ვინ ხართ კაცო პოლიციიდან ხო არ ხართ ჩემი დედა რა პოლიციიდან? მე ხომ იცნობ კაცო. დოკერების სკოლაში არა ხო შენ გენდობი ძმა შენ გენდობი მაგრამ ესენი თუ ჯადოქრები არიან აქამდე სად იყვნენ და ცოტა რთული ამბავი. გაიოზი კოსმიური არსების შვილია. შემთხვევით ისე მოაწყო რომ თვითონაც და მისი მეგობრებიც ჯადოქრებად იქცნენ. გადაავტო კაი ჩემს ასისტენტს ვეთყვი რომ საბუთები გაამზადოს და ხვალ სამივეს გაგაფორმებთ რა მანამდე კი ზუსტად ჩემს ქვემოთ ოთახში ჩადით ახლა იქ თავდაცვის გაკვეთილია ან ცოტას გავარჯიშდებით ხო ასე ხა მადლობა ბატონო პაპუას. ბატონო პაპუას დრაკონის ფუნა მაქვს გასაყიდია ხო არ გინდა? მედივი ეს ვინარი რაუნდა აულა გენიალური ვიღაც შემოქმედი დალაიქებული ვიყავი გავაკეთე
ორჯერ ახალი დავალაიქი. აი ეს. დავაშოვა. ახალი. აუ კი როგორ არ მინდა ძმა რამდენად ყიდი კილოში და სიგალონი რა იყო შენი თაზრობ ტრაკიდან თუ რა ფასია ეს რა ეს რა დოზანა ჰეი თქვენ ახლები ხართ ხო კი ყველა თქვენზე ლაპარაკობს მე ნატალი მქვია და ორაკულუმი ვარ რა ხარ ორაკულუმი ისე ჯადოქარს ქვია რომელსაც ძლიერი ხილვები აქვს ისე მაგას რაც ხელში გიჭირას დოჟრაჟი ქვია რა ქვია დოჟრაჟი იქამდე სანამ სრულყოფილ ჯადოქრებად ვიქცევით მაგის გამოსაყენებლად დოჟრაჟი გჭირდება ხო დოჟრაჟი გჭირდება ბა აბა ქვინ ყავს ძალად ჯადოქრები გადაცმული ადამიანები რამ გიყურებთ გული მერევა ბიჭო თქვენნაირების ბრალია რომ ამ დიდებულ სკოლას სახელი უფუჭდება შემინ ჩემი დოზანა ხარ მე ტრაკო მალფოი ვარ ბიჭო აფერი შეგიშალოს მინე ტრაკო თუ არ გინდა ეგ დოჟრაჟი ტრაკში გაგიკეთო გირჩევ თავიდან მომწყდე რა იცი მამა ჩემი ვინაა ბიჭო შენ თუ ტრაკი ხარ მამა შენი რა ვიცი პროჭი იქნება ვინმე რა ბიჭო სიჩუმე ყველამ ყურადღება ჩემსკენ მოაპყროს გაკვეთილზე ახალ წვეულები გეცდებით გეტყვით კეთილი იყოს თქვენი თარსულას მაგიის სკოლაში მობრძანება როგორც უკვე ყველამ კარგად ვიცით თარსულას მაცხოვრებელთა სიზმრებს ვიღაც დაეპატრონა კაცმა არის ის იგივე სიზმარი გამეორდება თუ არა მაგრამ მინდა თავი დაუწყოს და შეტევისა და ფარის შელოცვები გასწავლოს კარგად დაიმახსოვრე შემტევი შელოცვის სახელია ვოლტუს დამცავი შელოცვის კი ბარიერა ახლა კი პრაქტიკაში ვოლტუს ბარიერა გასაგებია შენ ახალო ბიჭო რა ქვია კაიოზი ძალიან სასიამოვნოა მე ვეფხია ვარ შენი დოჟრაჟი მოიმარჯვე და წინ გამოდი მინდა რომ შეტევი შელოცვა ჩემზე გამოიყენო მე კი დაგიბლოკავ მზად ხარ აუ არ ვიცი დამშვიდე მე ძალიან გამოცდილი მასწავლებელი ვარ არაფერი მოხდება კარგი გორდუს აშლამახა რომელი შელოცვა რა თქვი ოხ ჩემი შენ თქვი გორდუს უნდა გეთქვა ბოლტუს გაიგეთ დადექი უკან დროზე შეგიშელა ექიმი მჭირდება კარგი შენ ახალო რა ქვია მე პოლიკა კარგი პოლიკ გამოდი და ძველებიდან ტრაკო ამოდი შენ პოლიკ როცა სამამდე დავითვლი ვოლტუსის შელოცვას წარმოთქვა ტრაკო შენ ფარს გააკეთებ და ეცდები პოლიკა შელოცვა დაბლოკო ამ ადამიანის შელოცვის დაბლოკვას რა უნდა ჩე იმენა ჰარი პოტერში ვარ ასწორებს აბა მოემზადეთ 1 2 ვოლტუს სამამდეო ხო თქვა ბიჭო რა იყო ტრაკო გაგიჭყდა წესებით რო არ გეთამაშე კეთილი იყო შენი მობრძანება რეალობაში მეორედ აღარ გამებლატაო თორე მაგ მახინჯთავს მართლა ტრაკად გიქცევ ვა ყოჩახ შენს მეგობა რა ხდება ვიღაცის მეგობარმა ვეღარ გაიღვიძა მის გონებაში კი ბინდმა იბუდა თუ ღამისადაც ყდიადის გაფანტვა გინდა სიზმრების ოთახი უნდა იპოვო რა მოხდა არაფერი არ ინერვიო რა მოხდა ქალო მეგონა დემონი ჩაგისახდა ეს რა ჯანდაბა იყო პოლი გაჩუნდი ნატალი ხილვა გქონდა მითხარი რომ ჩემმა მეგობარმა ვეღარ გაიღვიძა და სიზმრების ოთახი უნდა ვიპოვო სიზმრების ოთახი მაგაზე არაფერი მსმენია მაგრამ მოძებნი და თუ რამეც ვიპოვი აუცილებლად გაგებინებთ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აქ ისეთ რამეს ვისწავლით ღამის მეფისგან რომ დაგვიცვას თუ ვინცა ზოგი რას ეძახის ზოგი რას ღამის მეფე და ისა კიდე დაუძახეთ იშლა და ეგა რა ისინი და ჩვენი მშობლები რაშვებიან კრება უნდა ქონოდათ მოწვეული იმედია ეგენიც რამე თავდაცვის გზას მიაგნებენ კი მიაგნეს აიდი ბარათის დედა შემეცი ბიჭო დაწვით ეს ეშმაკის ბარათები რაიდი ბარათები ბიჭო აიდი ბარათი რომ ინდორე ხედავ რა შემოგტენეს ვაფშე რა ამბავია მოუკიდეთ ვიღაცამ ცეცხლი ეხა ვიღაცამ საშიკავკა მათხოვეთ აიდი ბარათები რა აბა რამბები მომიტანე ბიჭები მაგიის სკოლაში მოხვდნენ. იმედი აქვთ რომ იქ რამე საკაიფოს ისწავლიან თავდაცვის პონჩი რა. თარსულას მაგიის სკოლა საინტერესოა. და სოფლის მოსახლეობა? მათზე თქვენ ადგილას არ ვიდარდებდი მბრძანებელო. ახლა აიდი ბარათებს წვავენ. იმბეცილები. ვერც კი ხვდებიან რომ მაცხოვრებას აზრიც არ აქვს. მალე მეორე თამაში იწყება. მზად ხარ? ვინა? დიახ ბრძანებელო. როგორ აკონტროლებს იქიდან? ან რა საიდან იცი სამი? შინელი რაღა უნდა მომივიდეს ვამშა.
შედიშლა უცნობო. კიდე 200-ით და PlayStation-ის ფულით შეიკრება. კაი დავიგდები. ტურამ, თან წაიღე. ჩემი ფული. თან წაიღე. ტურამ. შემდეგი თამაში. Ariero! შენ ბოიში. Ariero დაგავიწყე. Like It's good. ეს ყველაზე უცნაური სველი სიზმარია, რაც კი ოდესმე მქონია. პოლიკ, რა საზიზღარი ხარ, ეს სველი სიზმარი არაა, გენიოსო. ისევ თამაში მოგვიწევს. მე რა ვთქვი აბა? უშინ მამა ჩემი ეუბნებოდა დედა ჩემს, რომ მორჩი ბუტიაობას და შემირიგდი, თორე სველი სიზმრები დამეწყო. დედა ჩემს რო ვკითხე, ასე მითხრა სველი სიზმრები ისა, მაშინ რომ გელი დაგვდევდაო თუ რაღაცა. ღმერთო, რა იდიოტი ხარ. ისე ჩვენ თავებს რომ ძლიერად ვუჩქმიტოთ, იქნებ გამოგვეღვიძოს. ეგ ყველაზე იდიოტური აზრია, რაც კი მსმენია. გაიო სიზმრებში კიდე უფრო დებილი რატო ხარ? უბრალოდ დახმარებას ვცდილობ. თქვენი აზრით ამჯერად რისი თამაში მოგვიწევს? არწმუნებული ვარ იგი უშავებს. მე მეგონა ისე მგელი გამოგვეყიდებოდა რამე. სადია ბირჟავიკები არ იქნებიან. ვერ ვიტან ბირჟავიკებს. რა გაუტრაკე შენ კიდე ამ ბირჟავიკებს რა დაგეშავეს? რა დამიშავეს? ზიანი იქ სადღაც ჭაცუცკულები, გაივლი ფეხიდან მანქანით გადახედავენ ერთმანეს, მე ერთი კითხავს ეს ვინ იყო? მე მეორე ეტყვის რავი მაგის დედაც მოვტყანო და რისთვის გაგინეს კაცმა არის. კაი პოლი კაჩე. ხო იცი სადაც ვართ? ყურადღებით ვიყოთ. მე იმის მეშინია ახლა მგლის მაგივრად ზომბი ინდაურები არ გამოგვეყიდონ. გაიოს 10 მეტრის მოშორებით ადექი და იქიდან იფიქრე ძალიან გთხოვ. ისე დოჟრაჟი აქ საიდან გაქვს? მე რავი, მამასთან ერთად დავიძინე და ალბათ მაგიტო. ოპა, კაიდია მაგიტო. სიზმარში რატო ვარ სიმონ? ID ბარათები ხო დავწვით არა? ხო, რავია, ვა. იმიტომ ვარ რომ შეიძლება ვიღაცებს ID ბარათი არ დავწვიეთ. ვიეს გასო? არ vicი, ვიღაცებს. ხო, მე არ დამიწვია, მე მარგისო შენ შეხوارე დაგვიჯო, რატო არ დაწვი? იმიტომ რომ ფინანსურად გავთვალე. რო დამეწვა, მე აღდგენა ხო უნდა გამეკეთებინა და აღდგენა რა ჯდება, იცი? მის პრობლემა იყო სეგასტერ. არა, არის კი მაგაში ლოგიკა. გვინო მომიდოდაო რა მაგულობს და გავთვალეო. სტანო ამბიჭებს. ვა, ნიუტონ რა ხარაჭალი ჯობ ვაფშე. რა არაჭალი ჯობ ძმაო ვერ ხედავ რა მხელა მანქანა ავაგდე. მანქანა გადგინა კაცო. რა თმინდა ძმაო დაჭეკით კაცო მანქანით ვიაროთ და მგელი ვაფშე ვერ დაგვეწევა. კაი აზრია ხო იცი შენ? გელობანა იქნება, აუ თომი ისევ, არ იქნება მგელობანა მგონი. აი ეს პროჭი ბავშვები მაპოვნინა, მეტი არ მინდა. ეს რა ჯანდაბას დავეჯახეთ კაცო? აუ მგელია უეჭველი. რაო, რა მგელი კაცო? ღამის ფერია ვარ. ნიუტონ მოკალი ბეჯო. აი გრიგინა ღამის ფერია. ისე ღამის ფერია ესე კიდევ ქონს და ლაიქ. იმას. ნელაი არის შენ კაცო, შვიდობით ვატარე. რა ნელავი არო ბიჭო ბავშვები და მანქანაზე ვძივარ ჩემი დედამო. მარტალი გადო. ფუ, კაროჩე გადავედით. ვაფშე დაველოდოთ ჯერის თვალიც არ გამოჩენილა. აი ისინი გადაჭდნენ, იმიტომ რომ დაწოს ID ბარათი. ჯი ვაფშე დანახვა არ მინდა შენი. დაეძინა იმ დიშლა თვალს მგონი. ხო და რას ვამბობდი რა? აი ეს ბირჟავიკების დნმ თურმე ყოფილა სხვანაირი რა. თარსულას მოსახლე. კეთილი იყოს თქვენი სიზმრის თამაშებში დაბრუნება. სანამ წესებს აგიხსნით, მონაწილეებს ვთხოვ განათებულ ადგილას მოთავსდნენ. აი სად გაგწოვა? რაკნა? გაგწოვა. რას ქვია გაგწოვა? რას ქვია და აი შეკიცებაჭო. თქვენ განმარცხება შეეგებეთ ოპონენტებს. ჯახან. ვა, რა ხდება? ჯახანის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ? ჯახან თქვი რამე? წანგემისთვის მოემზადეთ ბიჭო. ჯახანა გვიბოზა ბიჭო. რა გვიბოზა? თვალის გუგები არა აქვს, ტიპს აშკარად სიზმრის დიშლა აკონტროლებს. ვა, რა ხდება? ის გუ. საინტერესო თემატიკა. მეოთხე სეზონში რა ხდება, მაგ მაინტერესებს. მაგრამ ჯერ მესამე სეზონზე ვარ. წესები ასეთია. მოთამაშეებმა პლატფორმაზე კამათელი უნდა გააგორონ. კამათელზე გამოსახული ციფრი განაპირობებს იმას, თუ რამდენი ნაბიჯი წაიწევთ წინ. თუ კამათელზე ამოვა ციფრი 3, ეს ნიშნავს, რომ წინ 3 სვეტს გაივლით. თუ ამოვა 4, 4 სვეტს და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ სვეტში საფრთხეა დამალული. ზოგიერთში კი დახმარება. ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც პლატფორმის ბოლოში განთავსებულ თოქს მოკაჭავს და ფერფლად აქცევს. თუ თამაშს წააგებთ, ზმიდან ვეღარ გამოიღვიძებთ. ხოლო თუ თამაშს მოიგებთ, თქვენი ოპონენტები ამ სამყაროდან გაქრებიან. რა?
გადარჩენის საშუალება. ანუ ეს რას ნიშნავს? ჭახანას მოკლა არ მინდა. მაგაზე თქვენს ადგილას არ ვიდარდებდი. მე მგონია გადარჩენა შეუძლია. რა რამეცინებს კაცო, ამ თვალს გონია რომ ახლა ნაცნობებს გვახვედრებს და ვითომ თამაშის მოგვერიდება რამე რო არ დაუშავოთ იმათ. მერე რამიანე ბიჭო, ჩვენ ტიფელი ეგვეთამაშება, სოფლის გასასვლელთან უცხოვრობს. აუ, ხო, და მერე? რამიანე ბიჭო, ტიფელიას დედაც არ მოვყა, სახეს გავაძრობთ. მოთამაშეებო მოემზადეთ. თამაში 5 წამში დაიწყება. 5 4 3 2 1 ვერი გავქაჩა თვალმა რა. ბაჭო, იცოდე რამე მაღალი ციფრი გააგორე. დავა იფშიდას. 1 ამოვე. 3 ზომბინდაური. ვოლტო. ამან თუ გვიკმინა ჩვენ წინ დაურებად გადავიქცევით. რა ვქნათ? ვოლტო. ვუი, ვოლტუს. ვოლტუსი. შედი შლაინდაურო. გაგწოვე თუ არა? ხო, ვოღონდ ეგ სიტყვა არ ჩაიხვიო. მეთქი რა მე ჩასი ხოს. აქ უიჭული ჩაწყობილია, ზონდა 6 ამოვა. აუ 4. ჰი, დახმარებაში პაატა ფერდიაშვილი ამოვიდა ბიჭო. ჩემი მოთმინება დამთავრდა. უნდა შემოვიდე ამ ახამშენში. ო, შეტევიზალა. კარიერა. აუ კიდევ კაი ჩემი წაიღო. ცხოვრება დამთავრდა. ცია. კიდე კაი დოჟრაჟი მაქვს, თორე პაჭოს იმედზე კი ვიქნებოდით უკვე გაწოვილები. შეგეცპონიკ. ზორახ. ჩვენი ჯერია გაროჩე. ჩირეში ნაზე ნებო. ერთიანი გავაგორეთ, ცოტა ნერვიულობ. მიმიშვე ვაფშე მეგავაგორები, ჯო, მეგრული იყბალი მაინც სხვა აყო ინცი. აბა. რა გინდა კაცო გავაგორეთ მაცადე. ვარგისო არ დაგხოცო იცოდე ყურადღებით გავაგორე. ეს ყურადღებით გაგორება რას ნიშნავს? რა და გული რო დაატანო. მოიტა ეკამათელი. ფუ. მიდი აბა. 6. არა. აუ, კიდე ერთიანი დასვა ამ გიჟმა. შენ რო დააფუფუეს მაგის ბრალია. ეტა, წამაგედგონი მოგვეთქნა პატრონი. მიდი, ჰა. ბაჭო, მიდი, ჰა, მიდი. პოლიკ ნუ შემჭამე. 3. всё, მორჩა. Yes, საღოლ ბაჭო. მოვიგეთ ბიჭო. ჰა, მოკაჩე თოკი. როგორ მოვკაჩო? თვალმა თქვა რომ თუ ჭახანა წააგებს საერთოდ გაქრებაო. მერე? რამე იდიოტო, ჭახანას არ მოკლავ. შენ ტვინი ხوار გაგეწოვა ბიჭო. ჩვენ თუ არა თვითონ მოკლავს უეჭველი. არ მოკლავს, ჭახანას ვიცნობ. თუ დაგავიწყდა ჩვენი ბავშვობის მეგობარია. ეგ ბავშვობის მეგობარი იქნება ზუსტად ვინც გაგაზრობს სახეს. შენ თვითონ არ თქვი თვალის დიშლამ გაუჩალიჩა, ანუ ვერ აზროვნებს. ანუ ჩვენი სიცოცხლე სუფეხებზე კიდია. პოლიკ, ჩვენს მეგობარს არ მოკლავ. რაღაცნაირად შეიძლება პოლიკ. ბიჭო, სენტიმენტები თუ ახლა. ჭახან. ვიცი რომ გესმის. ვიცი რომ არაფერს დამიშავე. ამ გონების კონტროლს დაძლევ და მერე პირობას გაძლევ რომ რგოლების სტატუსს მე თვითონ გაგიკეთებ და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასაც სულერთან უყურებ. მე ჩემს მეგობარს ვენდობი. ამ სვლას ვტოვებ. არა! ბაჭო, ყველა მოყალი. ახლა თუ 2 ამოუვიდა წავაგეთ. მერე მეტყვი რა ჩაიხვია ამ მეგრელებზეო. აჰა, ძმაო. ერთი ამოვიდა. Yes! ერთიანი ამოვიდა ბიჭო, ღმერთი არსებობს. მოიცა დახმარება ამოვიდა. ეს ვინღა? მოვიდა ჩაკუჩი. გამოჩნდი ვინ ხარ? რატომ აკეთებ ამას? რა ჯანდაბა გინდა? გაინტერესებს ამას ვინ და რატომ აკეთებს? შენ ის არ ხარ? მუზეუმში რო იყავი, რა ქვია ისა, ნეხვი თუ იხვი თუ ფსიხი? ხო, ფსიხი. შენ აქ რა ერთი გინდა? სად არის ეს კაცი? ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლე დასრულდეს. ცხოვრება ბოროტი, დაუნდობელი და უმიზნოა. ეს თამაში კი ამ ყველაფრის გაცნობიერებაში დაგეხმარებათ. რა ებსბოდავ შენ აშუაში ხარ ვაფშე? მითხარი პოლიკამპე, რა იმ სამყაროს ფასი, სადაც ბავშვები თავის გადასარჩენად საკუთარ მეგობრებს წირავენ. ой, ფსიხო, რა გინდა გაგვაგებინე? ფსიხი დიდი ხანია აღარ მქვია. მე ხვრინტატორი ვარ. რა? შენ აკეთებ ამ ყველაფერს? გამარჯვებას გილოცავთ.
ახლა თქვენი გაღვიძების დროა. ეს თამაში კი მოიგეთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდით. სიზმრებთან ფრთხილად. არ გაგორო ვარგისო დაიცა. რა გინდა კაცო? რა რამინა ბეჭო, მათ კამათელზე ერთიანის გარდა ციფრი არ ამოსულა. იმათ ერთი ნაბიჯიღა დარჩათ მოგებამდე და ჩვენ კიდე დაძრეული გაქვხედავ. აუ და რას გვთავაზო? რას და უნდა ვიჩეთერო ციმონ? საშიკალკა გააქვთ ვინმეს? აბა მოემზადეთ ბიჭო. გამოვა ვითომ? იმდენი ლობიო მაქვს ნაჭამი რა არ გამოვა? ანთე ბიჭო, ანთე. მიდი. თამაში დასრულებულია. მოთამაშეებს კი ლოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ. ოპა ბიჭო, ოპა. აბა რა გეგონალ ბიჭო, მეგრელკაც თქვენ გამიჩალიჩებდეთ რამეს? ბიზნეს დავიწყე. ქალაქი ძალიან ცუდ დღეშია. ნახევარი მოსახლეობა სიზმრებშია გაჭედილი. გრაფიკა გამიჯობესო? კომაშია და ვეღარ ვაღვიძებთ. ძალიან ცუდი სიტუაციაა. სტილები დავმოტა, ხო? გამოფხიზი ცოტა ხანს. ქალაქს ვიღაც ტიპი შემოუჩნდა, თავის თავს ხრინტატორს ეძახის. ნახევარი მოსახლეობა კომაშია. ამაზე არაფერი არ იცი? კი, როგორ არა? ქეშქეშაც აგერ ორჯერ იყო უკვე მაქსიზმაში. მერე საშინელება არ იყო? იავი, მე სუფეხებზე მკიდია. ჩავყაროთ? კაი და შენ თვითონ არ შეწუხდი? მე 5 ვარ. ძილი ვაფშე არ მძინავს მე. სამაგიეროდ მე მძინავს და კიდევ ერთ სიზმარში თამაშს ვეღარ გადავურჩევი, გაიგე? შეშვის რა მოუვა, ეგ მაინც არ გადარდებს? შვილო, მომისმინე, მე ხომ ადრე პირობა დავდე, რომ ჩემს ცხოვრებას შევცვლიდი და ძალებს და სხვების სამყაროების დაპყრობას ფეხებზე დავიკიდებდი. ასეც ვიქცევი და რა გინდა, შენ ხო გააქვს ჩემი ძალები, რისი გეშინია? მიხედი. რამდენიმე დღის წინ ძალიან გავბრაზდი და ემოციურ ფონზე მოკლედ შემთხვევით ძალები მოვიშორე, მაგრამ ახლა ჯადოქარი ვარ. რა? ვა. ეგეთი რამე რომ შეგეძლო, არ ვიცოდი. მე რომ არ შემიძლია ფაქტია. აი, რო დაუკვირდი ადამიანებს საერთოდ ეს ემოციური ფონი ძალიან გიშლით ხელს და რას ვამბობდი? 5 ვარო თუ რაღაც. ხმერთო, არ ვიცი რა თქვი და რა არა, მაგრამ ეს ხრინტატორი უნდა შეაჩერო, გაიგე? თუ არა და შვილსაც დაკარგავ და მაგიდიოთ ქეშქეშასაც და მე ვინ ჯანდაბა მოგეხმარება მაგ ჯანდაბის ბალახის გაზრდაშით ნახავთ. რა? ბალახის გაზრდას რამე პრობლემა შეექმნება? კაი. მოდი ვილაპარაკოთ. ეგრე უნდა დაგიწყო. ანუ ეგ ტიპი ხალხს სიზმრებში ამწყდებს? კი. რა? მე რო ძილი აროები აქვს? სიზმრების სამყაროები? ოღონდ მათ ყველაფერი ძალიან ახლართულია. არსებობს დროებითი სიზმრის სამყაროები, როდესაც გონება დროებით გარემოს ქმნის. ადამიანი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს სტრესთან და არაცნობიერში დამალულ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებათ რა. როცა სიზმარი მთავრდება, მის მიერ შექმნილი სიზმრის სამყაროც არსებობიდან იშლება. ანუ მათი პოვნა შეუძლებელია. ხო, მაგრამ ეს დროებითი სამყარო არ ყოფილა. ერთი და იგივე ადგილას უკვე ორჯერ ვიყავით. უყურე შენ. რა? ის რომ წაუშლელი სიზმრები შექმნა ორი ტიპის ადამიანებს შეუძლიათ. მათ ვისაც დიდი ენერგეტიკა აქვთ და ჯადოქრებს. ეს შეიძლება კიდე რაღაც ვარიანტები იყოს, მე არ ვიცი. საიდან შეუძლიათ? წარმოდგენაც არ მაქვს, ხომ გითხარი, სიზმრის სამყაროებზე ბევრი არაფერი ვიცი. მაგრამ რადგან გავარკვიეთ, რომ ეგ ხრინტატორი. ხო, რადგან გავარკვიეთ, რომ ეგ ხრინტატორი წაუშლებს სიზმრებს ქმნის, ეგ იმას ნიშნავს, რომ ისი პოვნა შეიძლება. ანუ დამეხმარები? კი, ოღონდ ჯერ ჩავყაროთ. ჯინქს. იტაბე, ლაიკი, ესკია. მეექვსე სერია ახლა. 200? ეხლას კაი, 200 ლაიკი და ხვალე ვიდაიდება შემდეგი ეპიზოდი. რეაქცია. გამარჯობა. 7-8 და მესამე სეზონის დავასრულე. შუქროსები არიან? არა? 15 საჩივარი შემოვიდა სხვადასხვა ადამიანისგან. ამბობენ რომ სადღაც აქ გაითიშნენ და რომ გაიღვიძეს საფული აღარ ქონდათ. რამე იცი ამაზე პატარა ბიჭი? მე ჩემი მშობლები ბიძია მითხრა რომ ნათელში წავიდნენ, მაგრამ ხანდახან ბიძა ჩემი დედა ჩემად გადაიქცევა ხოლმე. იმის კაბა აცვია და სახში ვიღაც კაცები მოყავს რომ გავართონ ხოლმე. აბა, კარგად იყავით, აქ აშკარად არაფერი არ ხდება. იდიოტი. გეიშინდო. ვინ იყო? არავინ მამა, კრისტალბეთერონული ლიგის ყურება გააგრძელო ჯობია. წავედი მე სკოლაში მაგვიანდება. და ჩემ PlayStation-ს ხელი არ ახლო იცოდე. PlayStation იყიდა უკვე. ჯადოქრების სკოლა.
თქვენი მეგობარი სადაა? რავი, ბოლოს სიზმრის თამაშიდან ვეღარ დაბრუნდა. რა საშინელება? კი, საშინელება. უკვე აღარ ესენი არ ვქები სიზმრის თამაშებში, რავი, ბიჭი, ნუ ლაპარაკობ რა, მე პირადად პაჭოსგან მაგრად დავისვენე. იმ ჭახანას კიდე ხო ჯანდაბას არ აუშავს ხო? ზალა ჯადოქრებიც აყოლიან. ტრაკო მამა შენი რა შვება როგორა? ახლა შელოცვების გაკვეთილი გვაქვს ბიჭო, იცი ლექტორი ვინა? ვინ აბა? ყვერებუს პეინი ბიჭო, მამა ჩემი უახლოესი მეგობარია, თან მის რაღაც მაგიურ კვლევას აფინანსებს და ჰოაზე ხარ, ჭკვიანად იყავით, თორე სამუდამო ჩაქტოვებს კლასში. სიჩუმე, ვინც არ იცით მე ყვერებუს პეინი ვარ. ამ კლასში კი შელოცვებს შეისწავლით. დღეს გამწმენ შელოცვას გასწავლით. შელოცვის სახელია აპერიო. აპერიოს როგორც მოჯადოებული ნივთების, ასევე ადამიანთა გონების გაწმენდაც შეუძლია. მას გამოცდილი ჯადოქრების ხვების წყევლისგან დასახსნელად იყენებენ. თქვენს წინ მაგიდაზე ყველის ნაჭრები დევს. ისინი მოისგან დასახსნელად იყენებენ და შეუძლია. მას გამოცდილი ჯადოქრების ხვების წყევლისგან დასახსნელად იყენებენ. თქვენს წინ მაგიდაზე ყველის ნაჭრები დევს. ისინი მოჯადოებულია. ერთი ნაკბეჭიც კი ორგანიზმში გაზების გასმაგებას გამოიწვევს. ყველამ დოჯრაჟები მოიმარჯვეთ, მინდა რომ დაწყევლილი ყველის ნაჭერი ახლავე გაწმინდოთ. რაო, შელოცვას რა ქვიაო? არ მახსოვს. აპერიო, შელოცვას აპერიო ჰქვია. როგორც ჩანს, ვიღაცებს მოსმენა არ ეკადრებათ. თქვენ სამივე გაკვეთილის შემდეგ დირექტორთან მიხვალთ და ეტყვით, რომ ყვერებუს პეინმა დისციპლინის სასჯელის მისაღებად გამოგზავნოთ. აპერიო. შენი სახელი? მე პოლიკარპე, შეგიძლია მაგალითი ტრაკოსგან აიღო. შენგან განსხვავებით მისმენდა, შელოცვის სახელიც გაიგო და ყველის წარმატებიც გაწმენდას შეძლო. არც მიკვირს ისეთი კაცი როგორც მამამისია. მაშინ ჭამე. რა? ლეგენდარული, შეტრიალებული. შელოცვა ასე კარგად გამოიყენა და ყველი გაწმინდა, მაშინ ჭამე. ჭამე ბიჭი, შენ კარგი. ბიჭი ჭამება. ასიქსი ხოდება? ყველას გასაგონად, იქით კვირის დავალება ასეთია. სკოლის ბიბლიოთეკა. ერთი. აბარო, ოის გონახი რა, ფეთქება მოიხოდა, ყურსას ხრეტა მეგრო დაითრიოს, პლანეტას განადგურებს. ვინს დაცინი, ბიჭო? ტიმსტედა მოედა. ტრაკო შელოცვა ისე დაღლიო ეს თემის გავიცინე. დიკაია. ვერ ვიცი უკუჭინეს ისედიკაცია. რაღაცა ესილა იყო. ახლავე დირექტორის კაბინეტში თქვენ სამნი. აბა მომიყევით რა მოხდა ბიჭო ჩემს სკოლაში რა უნზაუნს იწვევთ არაფერი არ მოხდა რა ბატონო პაპუას გაიოზმა გააკუა და მე უბრალოდ ყველას ევაკუაციას ვახდენდი ოთახიდან ამის მერე პროფესორი ყვერებუსი გაბრაზდა და მე არაფერი არ გამიგუებია შენაჭამე ყვერებუს ყველი შეპიტალო მატყუარა ხო რა ხდება აქ რა ბაგაბაღი მომიწყვეთ ბიჭო მანდარა ბიჭები ხართ თავიან გაიფუჭოთ სადამსჯელო ოთახში წახვალთ და 2 საათი გეგდებით არც წყალი, არც საჭმელი, არც არანაირი გართობა, ბიჭო. აუ, კარგი რა, ბატონო პაპუა, სადამსჯელო ოთახები ჩმორებისთვისაა, აი მაგალითად პაჭოსთვის, ჩემნაირ მოხოდილ ტიპებს მანდ რა უნდათ? აუ, აი მაგრად მაინტერესებს. შენ როგორი გაიზრდები რა? დავაი სადამსჯელო ოთახში დრონზე, აღარ უნდა ამას ბევრი ბაზარი რა. შეკეცი პაჭო, მაგას რატო არ ჭიან? პოლიკ შენ შემთხვევით პაჭო ხო არ გენატრება? შენ შემთხვევით სიკვდილი ხო არ გენატრება? სადით ბიჭო თქო, ამდენი დრო სადამ აქ? ბატონო პაპუა, ჩემი ნახვა გინდოდათ? ზაუ, შემოდი, მოკლედ ის ტყვე გაუშვით რა, გადაიხადეს თანხა. ტყვე გაუშვათ? ხო, გაუშვით. ეუφ. რა? ანუ ის ტყვე როგორ გაუშვათ, კაცო, თქვენ არ გითხარით რომ ჭკუა ასწავლეთო? მერე ვასწავლეთ ჭკუა. მერე? ახლა რა ვაკეთო 2 საათი კი მარა, რა ჩემი ბრალია რომ იმ ტრაკომ შელოცვა ცუდად გააკეთა. ხო, რავი, შენი ბრალი არაა, დაიკიდე რა. მოიცა, ანუ ახლა იმაზე კამაც არ აპირებ რომ ჩვენი აკოფნა ჩემი ბრალია? არა. არც გინდა? არა. ჯანდაბა.
ასე მშვიდად ყოფნაში გავრეკავდნენ. რეალურად კაი. აშკარად პაჭომაკლია. პოლიკ ერთმანეთის დასაჭმელი დრო ისედაც არ გვაქვს. ხრინტატორი ალბათ უკვე შემდეგი სვლისთვის ემზადება. დავჯდეთ და რამე მოვიფიქროთ, სანამ დრო გვაქვს, არ ჯობია? იცით რას ვფიქრობდი? აპერიო შეუცვა რომ კომაში ჩავარდნელი ხალხისთვის გაგვეკეთებინა. იქნებ გამოგხარჯე. არა, ჩვენმა სოფლიჩადო ქარმა მაჯიკა მეგუყვეს ცადა, მაგრამ ვახშენი. რა იცი მაჯიკა. გაცრავად, მაგრამ აუცილებლად უნდა მეკითხა. მომეჩვენათო წეღან ხრინტატორი ახსენეს. შეიძლება მომესმა, იმიტომ რომ იატაკზე ტურტყლია. კი, ვახსენეთ. იატაკზე რა არისო? თქვენ საიდან გეცნობათ ეს სახელი? პატარა გოგო, სახელი კი არ მეცნობა, თავად პიროვნებას ვიცნობ. რა, ხრინტატორს იცნობ? უფრო იმ ადამიანს, რომელიც ხრინტატორამდე იყო. როცა ეგ სახელი დაირქვა, წავიდა და 25 წელი აღარ გამოჩენილა. ახლა კი იატაკზე ტურტყლია და ხრინტატორიც ამ პლანეტაზე დაბრუნდა. ვერაფერი გავიგეთ, კაცო, ცოტა დალაგებულად თქვი, ვინ ხარ და რას ამბობ? მე ბუნკი კლიბანაშვილი ვარ, უფრო სწორად ვიყავი. იქამდე სანამ ხრინტატორმა არ მომკლა. ისიც თქვენ სავით აქ სწავლობდა და ამ სადამსჯელო ოთახშიც ხშირად ხვდებოდა. ნამდვილად წელკი იყო. მე დამლაგებელი ვიყავი, ოდესღაც ამ ოთახის დამლაგება ჩემს მოვალეობაში შედიოდა. და რადგანაც ხრინტატორი ამ ოთახში ბევრ დროს ატანებდა, კომუნიკაციას ხშირად გვიწევდა და დამეგობრდით კიდეც. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მას გონება ტუნტყლით ჰქონდა დაფანული. ალბათ მამამისის ბრალია. ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ხრინტატორს აშკარად მთელი ბავშვობა გაუმწარა. გონება დატუნტყლილი ხრინტატორი კი სკოლაში ცუნად იქცეოდა. დირექტორი კი დასასჯელად ამ ოთახში გზავნიდა და ამდენ თავისუფალ დროში მან სიზმრების სამყაროები აღმოაჩინა. თმაზე ცოტა ტუნტყლი გაქვს. კიდევ სხვა არ მიედიან რამეს. მოყოლა გააგზელე, კაცო, რა ტუნტყლი? კარგი. წარმოიდგინეთ, ცხოვრებისგან და ოჯახისგან დაჯაგრული ბიჭი, რომელმაც სიზმრების სამყაროები აღმოაჩინა. ხრინტატორი სიზმრებით ჩემპყრობილი გახდა. მოსწონდა ის იდეა, რომ შეეძლო სადღაც ჩვენი რეალობისგან შორს ყოფილიყო. სამყაროში, სადაც ყველაფერს თამად გააკონტროლებდა. მისი მაგია სრულიად სიზმრების კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ მისი საკუთარი სამყარო შექმნა. შენ ბიჭი, დოჟრაჟი აწიე და თქვი, სომნიუმ პორტა, ოღონდნელა. დოჟრაჟზე ტუნტყლი არ იყოს. სომნიუმ პორტა. რა ხდება? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ოთახში. აქედან მის სამყაროში შეგეძლება შესვლა. რა? მართლა? ანუ პაჭო და ჭახანაც მანდარიან, დროზე შევედით. მოიცა ბიჭო, სიზმრებზე აშკარად არაფერი გაგეგება. ხრინტატორის სამყაროში მთელი ძალაუფლება მას აქვს, გესმით? ყველაფერს ისაკონტროლებს და განაგებს. ბატონო ბუკო, თქვენ რატომ მოგკლათ? არ ვიცი, ასე მითხრა ყელში ამოხვედიო და მომკლა. არა და იმის მეტი ბოლო 10 წელი არაფერი მithქვამს, რომ გონებაზე ტურტყლი ჰქონდა. მე ძველი ჯადოქარი ვარ, ამ სამყაროში სულად დავრჩი და ხალხს ველოდი. ამიტომ გესაუბრებით თქვენ, რომ მაგ არასწორ ადამიანს თავისი ადგილი მიუჩინოთ. შურისძიება მწყურია. მოკლედ თუ გინდათ რომ ხრინტატორს აჯობოთ, ის საკუთარი სამყაროდან უნდა გამოიყვანოთ და სადმე სხვაგან ნეიტრალურ ტერიტორიაზე ებრძოლოთ. ვინი შეჭამა კაცო, რამდენი ხანი ვეძებე ტიპი? ეს ხმა ვიცი. საიდან იცი? გონი ჩვენი პრობლემები ახლა ვიმოგვარდება. შეხედეთ. თელი დღეა შენ გეძებ. კარგად კი დამალუხარ ხო ისი შენ? შენ ალბათ გობა ხარ. ბევრი მსმენია. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეგრევე გეტყვი რა. ადრე სხვა ცხოვრებით ცხოვრობდი, მაგრამ ახლა ბრძოლა აღარ მინდა. უბრალოდ გაუშვი ეს ხალხი, ვინც დაატყვევე და ამ პლანეტას თავი დაანებე. თუ დამიჯერებ, შენი მოკლა აღარ მომიწევს. სიკვდილისთვის მე ბავშვობიდან მზად ვარ. ნე, ნუ რა გაეწყობა რა. ფაქტია, ამის გაკეთება არ მინდოდა. რისი გაკეთება? მომედა შეხტიდა და მოიჩა. აი, ახლა აქედან უნდა წავიდე და ქეშქეშას ჩავაყრებინო. ასე სწრაფად მიდიხარ? რა? აგის სამყაროში ვერ მოვიდი. კარგი, ვაღიარებ, ნიჭი ქონია, მაგრამ მე რეალობის манипуляცია შემიძლია, იდიოტო. არა, ეგ აქ ნამდვილად არ შეგიძლია. მიკა ობაცენ. არა!
შიგნით არ შეხვიდე, იქ ყველაფერი ტურტყლიანია. როცა იღეთ ვინი ამ ტურტყლებით? შიგნით მამა ჩემია. ძალიან წუხარ ბიჭი, მაგრამ მამა შენი საქმე წასულია. შიგნით პრინტატორი სამყაროა, ხო გითხარით? ყველაფერს იზაკონტროლებს. ჭანდაბა. გაგწოვა. შენნაირი არსებისგან მეც ველოდი. ფაქტი კი უბრალოდ ასეთია. აქ მე ღმერთი ვარ. მოკეთ სიგიჟები ხდება რა. მეთქი რომ მორჩა და ამარცხეს და დანჩენი მეთე გაღვიძება იქნება თქო, მაგრამ კიდე გზელდება ეს სიგიჟები და გზელდება. შეგხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში ნახავთ.